ამჯერად ჩვენ ვისაუბრებთ ინფორმაციის შეყვანის და რედაქტირების რამდენიმე ტექნიკაზე. თავიდან მოდი დავაკვირდეთ პირველ სვეტს, ანუ A სვეტს. მაშინ მოცემულია სიტყვები, რომელიც არ ეტევა მასში სრულად, ანუ ჯუმჯობესი არის ამ სვეტის ზომის გასწრა. შეიძლება უბრალოდ მოვკიდოთ ამ ისრებს ხელა და გადავწიოთ იმ ზომაზე, რამდენზეც გვინდა, ან დავუბრუნოთ მოქმედება. ან შეგვიძლია ორჯერ დავაჭიროთ ამ სვეტზე და იქ მისი ზომა ავტომატურად გაიზრდება და მოერგება მასში შეყვანილ ტექსტს. აქ ჩვენ გვაქვს ჩამონათვალი გარკვეული ხარჯების, რომელიც შეგვიძლია მოვნიშნოთ და შემდეგ ვხედავთ, რომ აქტიური უჯრა არის თეთრად მონიშნული. თუ დავაჭერთ კლავიატურაზე Enter-ს, მოხდება შემდეგ უჯრაზე ავტომატურად ჩამოსვლა. როცა ჩამოვალთ ბოლო უჯრაზე, Enter-ით დაჭერის შემთხვევაში გადავა არა ქვევით შემდეგ უჯრაზე, არამედ მონიშნულში შემდეგ უჯრაზე და ასე გაგვიადვილდება ინფორმაციის შეყვანა ჩვენთვის საჭირო ცხრილში, ასე ვთქვათ. აქ შევიყვან მე რაიმე შემთხვევით ციფრა, შემდეგ Enter-ით ჩამოვალ ისევ ქვევით, შევიყვან ისევ რაღაც შემთხვევით ციფრებს, ანუ შევავსებთ ამ უჯრას. Enter-ით როგორც ხედავ, გადავდივართ შემდეგ უჯრებზე. ხოლო ბოლოდან Enter-ით დაჭერის შემთხვევაში ხდება გადასვლა პირველ საწყის უჯრაზე. კიდევ ერთი მარტივი მათემატიკური ტესტი. ანუ 2+2 გამრავლებული 2-ზე. რას უდრის? უდრის 8-ს თუ უდრის 6-ს Excel-ში. ავწეროთ 2+2 გამრავლებული 2-ზე. თუ ჯერ მოხდება გამრავლება, მაშინ რა თქმა უნდა პასუხი იქნება 6, ხოლო თუ მოხდება ჯერ შეკრება და შემდეგ გამრავლება, პასუხი იქნება 8. თუ დავაჭერთ Enter-ს, ნახავთ რომ პასუხი იქნება 6, ისევე როგორც იქნებოდა მათემატიკის შემთხვევაში. რა თქმა უნდა, მათემატიკაში უპირატესობა აქვს ჯერ გამრავლებას, ხოლო შემდეგ სხვა ნიშნებს. ასევე არის Excel-შიც. ანუ უპირატესობა აქვს ჯერ ფრჩხილებს, შემდეგ ხარისხს, შემდეგ გამრავლებას და გაყოფას, ხოლო ბოლოს შეკრებას ან გამოკლებას.